იცით, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ ვითარებამ, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არა მარტო ბიზნეს სექტორი, არამედ ზოგადად საზოგადოება, თითოეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, მე ესე ვიტყოდი, დააზარალა და რაღაც ერთგვარი მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულება, ბიზნესი, რომელიც ყოველთვის რაღაც განჭვრეტად და განგზობად დროზე არის დამოკიდებული და ყოველთვის არის გრძელვადიანი ბიზნესისთვის გეგმები. როდესაც თქვა თუნდაც ქართველი ინვესტორი იწყებს რაიმე ბიზნეს საქმიანობას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ის 1 წელიწადზე და 2 წელიწადზე არ თulis. ის თulis, რომ მან ხანგრძლივად უნდა იმუშაოს, მისი ბიზნესი განავითაროს და აი ამისთვის ყოველიმე ამისთვის საჭიროა და არა მარტო ქართველი ინვესტორისთვის, უცხოელი ინვესტორისთვის საჭიროა სტაბილურობა. მე არაერთხელ ამიღნიშნავს და მრავალჯერ მithქვამს, რომ ყველაზე მთავარი გარანტი ბიზნესის განვითარებისა არის სტაბილურობა. აქ ახალი არაფერი არ არის, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ეკონომიკური მოწყობის ქვეყანაში, როდესაც მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაბიჯი გადაედგა ბიზნესის განვითარებისთვის, ბოლო ათწლეულები მიუხედავად აი ამ დიდი მცდელობებისა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგრადი არ არის ეკონომიკური ვითარება. მოგეხსენებათ, ეს გამოწვეულია იმ წინაპირობებით, რომელიც ჯერ კიდე 90-იან წლებში დაიწყო, იმიტომ რომ ქვეყანა არის ოკუპირებული, ეს მძიმე ტვირთია, რომელიც თვითონ ჩვენ მოქალაქეს რაღაც ერთგვარად აწვება და განსაკუთრებით ბიზნესს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მე გეტყვით, რომ გვაქვს არის პერიოდი, კიდე შანსი იმისა, რომ თუ მმართველი პარტია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არის, და ამას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროთ. აქ მე არ ვიძახი იმისთვის, რომ მარტო მმართველი პარტია არა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თუნდაც მმართველ პარტიას უჭერს მხარს, ჩვენ ყველამ ერთად კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შეიძლება ეს განსაკუთრებით რომელ სფეროზე აისახა თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ეს კრიზისი შეიძლება დღეს, ციფრებს თუ შევხედავთ, ციფრები ჯერ კიდე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ზოგადად შეხედეთ, აი განწყობა როგორია ბიზნესის, არა, ყველა ერთგვარი რაღაც მოლოდინის რეჟიმშია. ბიზნესისთვის არასტაბილური ვითარება და მოლოდინის რეჟიმი ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან რთული და მყიფე მდგომარეობა. ამიტომ რეინვესტირება ადგილზე, თქვათ, იგივე ქართველი ინვესტორისთვისაც უკვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. შეიძლება აი ამ ვითარებაში კიდე რაღაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, ახალი პროექტების დაწყება. ამიტომ შესაბამისად მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს გამოკვეთილად თქვენ რას ვკითხეთ, მაშინ გეტყვით, რომ განსაკუთრებით ხორეკას სექტორი დაზიანდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ბოლო წლებში მართლა იზრდებოდა, იყო ეს ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, მაჩვენებელი, მაგრამ დღეს ახლა, როგორ ვფიქრობ, თქვენ ნებისმიერი, თქვათ, ამ შემთხვევაში ტუროპერატორი, რომელიც აი როგორ უნდა დაარწმუნოს უცხოელი ტურისტი, რომ ის აქ კარგად იგრძნობს თავს. როდესაც ჩართავს, თქვათ, იგივე საინფორმაციო საშუალებებს და ხო ხედავთ, ვითარება მართლაც არასტაბილურია და მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ვითარება, მაჩვენებლები ჯერ კიდევ დამაკმაყოფილებელია. ტურიზმშიც კი პირველი 2 თვე, იანვარი, თებერვალი, მაგრამ მერწმუნეთ, საერთოდ როგორ არის, იცით, ჩემი ვარაუდი ესეთია, რომ ეფექტი კრიზისის დგება არა ერთ თვეში და თქვა გრძელვადიანი როგორ შეიძლება ეს დაიწყოს მაისის თვეში, შეიძლება სექტემბერში. ამას ზუსტად ეხლა ვერავინ ვერც ერთი ექსპერტი ესე ვერ გაგითვლით, მაგრამ ის რომ მდგრადი ვითარება ჩვენ ბიზნესს არ ექნება და ეკონომიკურ განვითარებას, ამას მე მგონი დავაც არ ჭირდება. ნახეთ როგორი მომენტი არის სტაბილური გარემო ქმნის სტაბილურ განწყობას უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორისთვის. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორს, აქ ცოტა სხვანაირად და რთულად აგვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად აი რა გითხრათ, სამწუხაროდ ჩვენ და ეს არავითარი ის არ არის, რომ რაღაცა ვიღაცას ნიშანი მოუგოთ, არა. აქ არის განწყობა ესეთი, ჩემი მოსაზრება და განწყობა ესეთია, რომ პრაქტიკულად არ დავტოვეთ არც ერთი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ევროპაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც შეგვიძლია მინდა გითხრათ, აი თავისუფლად რაიმე ტიპის დიალოგი ვაწარმოოთ. ეს ყველაფერი დღეს ჩაჭრილია. ჩაჭრილია და ძალიან ისე მე ვიტყოდი უხეშად, ხისტად
და შესაბამისად შედეგიც იქნება. შედეგი იქნება უეჭველი იქნება, წარმოუდგენელია რო არ იყოს და თავის მოტყუება იქნება ის რომ ჩვენ ვთქვათ რომ იცით რა ყველაფერი კარგად არის, მაჩვენებლები კარგია. მე დღეს ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ერთია როცა სტატისტიკას აჩვენებ და ქაღალდზე გაქვს, ფურცელზე გაქვს ვთქვათ სტატისტიკური მონაცემები, ეს ერთი მხარეა და მეორეა რეალური შედეგი, რაც პრაქტიკულად თითოეულ მოქალაქე ძალიან კარგად ხედავს. მითხარით რამე სექტორი, რომელიც რაიმე განვითარების რაღაც სტრაპტემს გადის ან რაღაცა განსაკუთრებული ინტენსივობა აქვს, არა. სამშენებლო სექტორიც, რომელიც მე ვიტყოდი დეველოპერული მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად ბოლო წლებში ძალიან სწრაფად და აქტიურად ვითარდებოდა, ნახეთ თუ სამშენებლო სექტორს თავის ბენეფიციარი, ანუ მომხმარებელი მყიდველი არ ექნა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხო რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად დააყენებს უკვე ამ თემასაც, ამ სექტორსაც კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ეს იქნება ისეთი, იცით როგორი არასასიამოვნო ჯაჭვური რეაქცია, თუ ამას დროზე არ მივხედეთ ყველა მერტ. კი ბატონო, გამოსავლის გზებზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი თქვენ ახსენეთ ოფიციალური სტატისტიკა. ხო, ამ ნაწილში განსაკუთრებით თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საკმაოდ არასტაბილური გაარემოა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ თვალსაზრისით მართლ გუნდში. ვისაუბროთ იმაზე, რატომ ასახავს უბრალოდ სრულიად სხვა სურათს, განსხვავებულ მოცემულობას მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა. იცით რა, სტატისტიკა ერთია და ჩვენ ხო ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა რა, ერთმანეთს ხვდებით, სანაცნობო წრე, უცნობი ხალხი, მათ შორის თქვათ, არ ვიცი, სულ ყველა ერთად, ხო ხვდებით, რომ როგორი ეკონომიკური ვითარება. ძალიან მარტივი თემა არის, ნახეთ, შეხედეთ ფასებს, აქ ძალიან ისეთი კითხვა არის, ძალიან მარტივი და კი ბატონო, გავხსნეს პასუხი, ვისაც უნდა, შეხედეთ ფასებს, რა ფასებია დღეს ამ შემთხვევაში თითოეული მოქალაქისთვის, ნებისმიერ პროდუქციაზე, ნებისმიერ პროდუქტზე, ეს იქნება სურსათი თუ ანუ სხვა პროდუქცია, რომელიც ადამიანს ჭირდება ნორმალური ცხოვრებისთვის და შევხედოთ მერე თქვათ რა ხელფასებია და რა პენსიებია. მე დღეს აღვნიშნე და თქვი, იცით რა, ძალიან ცუდია, როდესაც რაღაცა სულ ვამბობთ, რომ რეიტინგებში პირველი ვართ, აი თქვათ იანვრის მონაცემებით 11%-ზე მეტი იყო ეკონომიკურის და, მაგრამ ეს ეკონომიკურის და ხო უნდა შეემჩნეს, უკვე დაუშვათ ბოლო 10 წლეულებია, ამას ვამბობთ, რომ პირველები ვართ რეიტინგში, მაგრამ ხალხს ხო უნდა დაემჩნეს ეს. საზოგადოებას ხო უნდა დაემჩნეს და ნახეთ როგორ არის დაეტყოს უფრო სწორად. ნახეთ, როცა ჩვენ ყავს, ესეც საქსტატის მონაცემების მიხედვით 670,000-ზე მეტი რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ადამიანი. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრია და შევხედოთ ჩვენ რაოდენობას 4 მილიონი არ ნახევარია ამ ქვეყანაში 670,000-ზე მეტი ყავს სოციალურად დაუცველი და მათ შორის საერთო ჯამში 1,200,000-მა შეიტანა განაცხადი სოციალური სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელია. და აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ის რაც დღეს რა პროცესებიც მიდის, ეს ავტომატურად გამოიწვევს უმშევრობას, თქვათ ახალგაზრდა თაობაში და ზოგადად საზოგადოებაში და ეს კიდე დაემატება მძიმეთვირთად ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან ნახეთ ღარიბი ქვეყანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ვალდებულება საბანკო სექტორთან და როგორც კი აი ესეთი ტიპის კრიზისი უფრო გაღრმავდება, ჩათვალეთ რომ ის ვალდებულებას გაუჭირდება რომ შეასრულოს. ეს კიდევ დამატებით სირთულეებს და პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომ იცით რა, ტოტალური რეფორმები გვჭირდება ყველა სექტორში. აი რამდენად შეუულია ეს მართლ პარტიას. მე ვფიქრობ, რომ უკვე რესურსი გაწურულია, იმიტომ რომ 12 წელიწადზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ თუნდაც მოდით მარტივი კითხვა არის, რა არის პენსია დღეს. ჩვეულებრივი მოქალაქის ადამიანის, რომელმაც დაიმსახურა თუნდაც ღირსეულად, რომ თქვათ რაღაცა თავის პენსიით მინიმალური რაღაც სურსათი მიიღოს და მედიკამენტი არა. და შევხედოთ პარლამენტარის ხელფასს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი სხვაობა. არ მინდა სიტყვა თქვა, მაგრამ ცუდად დიდი სხვაობა. ნახეთ 350-400 ლარი და ნუ ზოგს აქვს ემატება ინვალიდობის თქვათ რაღაც მინიმალური, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის 400-450 მაქსიმუმს ვიძახი. დამატებული აი ამ თავის რაც მე აღვნიშნე კომპონენტებით და ნუ როგორ შეიძლება ეს შევადაროთ
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ამ შემთხვევაში ხელფასა რა, ეს ხო წარმოუდგენელი. გეხდა კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ხშირად გამიგია როგორც იძახიან ხალხის მიერ არჩეული, ხო? დიახ. ჩვენ ხედავთ, რომ დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინვესტიციები, თუმცა ამის თანადროულად ხედავთ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ მოიძიოს სხვა ეკონომიკური პარტნიორები. რამდენად შესაძლებელია, რომ ინვესტიციებმა აზიიდან ჩაანაცვლოს ერთგვარად თქვა დაბალანსოს ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან ფინანსური დახმარების შეჩერების წილი. იცით, მოდით ესე შევთანხმდეთ, ყველა მისასალმებელია, ყველა აქტივობა აზიურ ქვეყნებთან, მაგალითად მთელი მსოფლიო თანამშრომლობს ჩინეთთან, არა? ევროპაშიც ნებისმიერ პროდუქტზე შეიძლება ნახოთ, რომ ის არის ჩინეთში წარმოებული. ეს ჩვეულებრივი მომენტია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩინეთთან, ნებისმიერ ქვეყანასთან, ეს იქნება ინდოეთი იქნება თუ პირობითად ვიძახი ყაზახეთი თუ აზიური განზომილება, ყველა გჭირდება ჩვენ და როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა იყოს აქტიური და ნორმალური და დალაგებული, ასევე ეკონომიკური. მაგრამ ის რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ნახეთ, საქართველოს ეკონომიკას დღეს გამოაკეთებთ მხოლოდ ჩინური ინვესტიციები, ჩართვალეთ რომ ეს ასე არის. განუხორციელებელი იდეაა? განუხორციელებელი იდეა არ არის. შეიძლება ინვესტიციები იყოს, მაგრამ აქაც მოდით ესე შევხედოთ. ჩინეთს აქვს თავისი საგარეო დოქტრინა, რომელსაც ის არასოდეს არ ღალატობს, აი ესე ძალიან მე ვიტყოდი მიზანმიმართულად, სტაბილურად და თანმიმდევრულად მიყვება. მისი ინტერესი არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი. ამიტომ ჩვენი ინტერესებით უნდა გამოვიდეთ. თუ ანაკლიას ავიღებთ მაგალითისთვის არა და იგივე ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას, მე ვისურვებდი რომ ყოფილიყო თქვა რაღაც პროცენტი მინიმალური ჩინური, მაგრამ უფრო მეტი უნდა იყოს ამერიკული და ევროპული. იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სტაბილური სახელმწიფოს, მართლა დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გარანტია არის სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ურთიერთობები. ეს არის ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი, თუმცა შეიძლება იცით რა არის იქ ითქვას ესე რომ ის რაც ჩვენ გვჭირდება, შეიძლება ყველაფერი ერთ-ერთში არ ემთხვევა, თქვა როგორც ამერიკულ, თქვა იგივე ევროპულ, თქვა ამ შემთხვევაში მიდგომებს, მაგრამ ნახეთ როგორ არის, სწორედ აქ არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა გავატაროთ შესაბამისად ჩვენი ინტერესებისა. ეს არის ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ნახეთ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები აქვს აღსადგენი და აქვე უნდა ისიც თქვათ, რომ ამის დიდი პერსპექტივა არსებობს. ნახეთ, იმიტომ რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა უნდა ნახონ, რომ საქართველო იმდენად არის განვითარებული, რომ ღირს ჩვენთან აი ესე ერთ ოჯახად ცხოვრება. მაგრამ ამას დაჭირდება დრო და თუ ესე ვიმოქმედეთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად რაღაცა ისეთი თემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ზოგადად დაახლოების პროცესი, ესეთი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვით, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგვიჭირდება. კრიზისი ვერ განიმუხტება ასეთ შემთხვევაში. ვერ განიმუხტება და მე მაინც ვფიქრობ, რომ იცით რა, ესეც მართველი პარტიისთვის დიდი უპირატესობა იქნება. მართლა გულით ვამბობ ამას, რომ ჩვენ ერთ დღეს უახლოეს პერიოდში თქვან, რომ იცით რა, მოდით ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. 34 წლის თავზე ხო უნდა შევძლოთ, რომ ევროპელებს ვანახოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები, შეგვიძლია აი ესე თავისუფლად დამოუკიდებლად არჩევნების ჩატარება. თუ არ მეშლება ჩვენ ორჯერ, მე მგონი ესეთი პრეცედენტი ქონდა და ორჯერ თუ სამჯერ, მოდით სადაურო არ იყოს, ამიტომ ეს აღარ დავასახელებ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ამორჩევლის ხმა. მე 10 წელი ვიმუშავე ევროპაში, როგორც ჩემი ქვეყნის წარმომადგენელმა და იცით რა, მნიშვნელოვან გარდამტეხ არჩევნებს დავესწარი უნგრეთში, ასევე საბერძნეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, მაგრამ ნახეთ რა იყო, იქ ჩვენ მონიტორინგ საელჩო ყოველთვის აკეთებს არა, ინფორმაცია რო კონდეს და არც ერთ მოქალაქეს. აი მართლა გაუცებული ვიყავი, რომ არასოდეს არ უთქვია, რომ ჩვენი ხმა გაყალდა და ჩვენი ხმა დაიკარგა. აი ეს უნდა დამთავრდეს. თუ შევძლებთ, რომ ჩვენ აი ეს მართლა გარდამტეხი პროცესი გადავლახოთ და ჩვენ მოქალაქეს და ჩვენ თავს ვცეთ პატივი და ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ არ მინდა ხა ეს რაღაც აღარ მინდა ეს სიტყვები ვახსენო, ეს ხმა უნდა იყოს დაცული.
და ბოლოს ძალიან მოკლედ ამაზეც მინდა თქვენი კომენტარის მოსმენა. ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ როგორც ვახსენეთ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევების წინაშეა, რაც ძირითადად მათივე შეფასებით განპირობებულია პოლიტიკური კრიზისითა და სამუშაო ძალის დეფიციტით. თქვენ როგორ აფასებთ აი ამ დოკუმენტის მთავარ მიგნებებს და ემთხვევა თუ არა მათი შეფასება თქვენ საერთო პოზიციას ამ შემთხვევაში? ისიც ევროპელები, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აქ აკრედიტებულია უმეტესი წილი ევროპული ქვეყნების საელჩოები, სწორედ ისინი მუშაობენ ამ თემაზე, აგროვებენ ინფორმაციას, იგივე აწვდიან თავიანთ ქვეყნებს და ზოგადად ევროკავშირსაც აქვს ის საერთო ინფორმაცია, რაც იგივე არ არის დაფარული და ძალიან კარგად ხედავენ თუ რა ვერთებ ვითარება ქვეყანაში. აქ ერთი რამ უნდა ითქვას, ნახეთ, გამოწვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის პარტიული დაპირისპირება, თქვა, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. მე ყოველ შემთხვევაში ესე არ უყურებ. მე უყურებ ამას როგორც დიდ გამოწვევას საქართველოს უწყვეტი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის მხრიდან უწყვეტი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დამარცხებისთვის. თუ ჩვენ შევძელით და აი ეს რაღაც ვიწრო, არ ვიცი ეს ხა მართველი პარტიის ნარატივი არის თუ ვისი მოწოდებულია და რა ფილოსოფია ნამდვილად ვერ ხვდები, მაგრამ აქ არ არის პარტიულ დაპირისპირებაზე ლაპარაკი. აქ არის ეგზისტენციალური გამოწვევა, რაც საქართველოს ბოლო 240 წელი ჰქონდა წარმოგიდგენიათ და ნახეთ არ დამთავრდა, ეს იყო 91, 12, 13 წლები უმძიმესი სამხედრო გადატრიალება, სოხუმის დაცემა, ამას შემდგომ მოყვა 2008 წელს აი სავალალო ჩვენ და ტრაგიკული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ფართომასშტაბიანი რეგულარული რუსული არმიის შემოჭრა ჩვენ ტერიტორიაზე 21 საუკუნეში. სხვათა შორის აქ ევროპელებს რომ უფრო სერიოზულად აემაღლებინათ ხმა და მაშინ ეთქვათ რომ და მაშინ ყოფილიყო მსოფლიო თანამეგობრობა უფრო მეტად აქტიური, ალბათ ყირიმის თემა 2014-ში არ იქნებოდა. მაგრამ ესე არ მოხდა და საბოლოო ჯამში ნახეთ მივედით იმ ვითარებამდე, როდესაც რუსეთს უნდა რომ სრული კონტროლი კონდეს კავკასიაზე. და კავკასიის კარიბჭე ისტორიულად ესე იყო, გეოგრაფიულად ესე იყო და ზოგადად ნახეთ აზროვნებითაც ესე იყო. ყოველთვის საქართველო იყო ავანგარდში, უპირობო ავანგარდში, არა მარტო ჩვენ რეგიონში, არამედ ცენტრალური აზიისთვისაც და ნახეთ ჩაკეტავს რუსეთი საქართველოს და აი ეს კარიბჭე, ევროპის კარიბჭე, მე ესე დავარქმევდი ჩვენ ქვეყანას, დაიკეტება სომხეთისთვის, დაიკეტება აზერბაიჯანისთვის, თუმცა აზერბაიჯანი შეიძლება ესე აქტიური ის არ აქვს, მაგრამ ნახეთ როგორ არის აზერბაიჯანის სურვილიც არის სწორედ ევროპაში მეტი თქვა ნავთობის გაყიდვა, მეტი ენერგომატარებლების გატანა და რა თქმა უნდა ცენტრალური აზია. ანუ შუა კორიდორი, შუა დერეფანი დამოკიდებულია სწორედ საქართველოს ამ შემთხვევაში ევროპულ ორბიტაზე დარჩენა, არ დარჩენის თემაზე. ნუ თუ შევძელით ჩვენ ეს მე ვფიქრობ, რომ წარმატებული ქვეყანა ვიქნებით და იცით რა არის, შეიძლება ამას მივახციოთ. სულ ორი რეფორმა გვაქვს გასატარებელი. ერთი სასამართლო რეფორმა, ოღონდ ტოტალური. ყველაფერი უნდა გაუქმდეს, აი სტრუქტურა რაც არის და თავიდან ნულიდან უნდა ავაშენოთ სასამართლო. იცით როგორი სასამართლო? ქალბატონო, ანუ აი რომ მიხვალთ თქვენ და მე ჩვეულებრივი მოქალაქეები რომ მივალთ, დამშვიდებული ვიქნებით, რომ იქ ვიცით, რომ მოსამართლე არის მისი ღირსება. აი როგორც ეძახიან მოსამართლეებს არა ნორმალურ ცივილურ ქვეყნებში. აი ესე და არჩევნები. აი ეს ორი უდიდესი დემოკრატიული მე ვიტყოდი საყრდენი თუ ჩვენ გავაცნობიერეთ და შევძელით რომ შევასრულოთ, ჩათვალეთ რომ ეს იქნება წარმატებული ქვეყანა და იცით რა არის შვილების თაობა მოგთხოვს რას აკეთებდნენ მამები. და მე ძალიან გულისტკივილით მინდა აღვნიშნო რომ დღეს ჩვენი შვილების თაობა ასრულებს მამების როლს და რაღაცა ჩაგვენაცვლენ ისე მოხდა და დღეს ახალგაზრდა ბავშვები, ბიჭები, ნუ მიწყენენ ბავშვები ვთქვი, იმიტომ რომ ჩემს საკთან შედარებით დღეს პატიმრები არიან, ტუსაღები არიან და მე ვიტყოდი ეს არ არის სინდისის პატიმარს ვეძახით, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი პოლიტიკური პატიმარი გვყავს ჩვენ. და ერთ ადგილას აღვნიშნე კიდეც რომ მერაბ კოსტავა პირველად რო დაიჭირეს, თუ არ მეშლება 17 წლის იყო. აი სწორედ ნახეთ 51 გავმეორდები და ვიტყვი მერაბ კოსტავა ყავს დღეს საქართველოში. ამიტომ მეტი დაფიქრება მართლ პარტიას, საზოგადოებას
რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და სად მიყვავს ქვეყანა. დიახ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამაზე პასუხისგებლები.